ხო, პირველი თქვა რომ ჰომეოპათია არ არის მეცნიერება. ჰომეოპათია არ არის მცენარეული წამლების მკურნალობა, არც ეგ არ არის, ხო? მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო ეს იგივე ის არის, რა, გავრცელების მიზეზი. ხო არ გავნებს. ხო, აი ეგ რა და გავრცელების მიზეზი არის ის, რომ ეს ყოველდღიური რუტინის წახალისებული არც უნდა. ჰომეოპათია ვისაც გინდა კითხო, ყველას გაუგია და მათი მე რო ჩაიკითხო რა არისო, ყველა კითხოს რომ ეს მცენარეული მედიკამენტებია რა. ხო და რეალურად ესე არ არის და მოკლედ რო ვთქვათ რომ ჰომეოპათია არის არაფერი უბრალოდ ანუ სამეცნიერო თვალსაზრისით არის ნონსენსი, იმიტომ რომ მე-18 საუკუნეში ვიღაცა ამ კაც სამუელ ჰანიმანს, რომელსაც მე-18 საუკუნეში მეტი არც მოეთხოვებოდა, ეხლა რა უნდა ცოდნოდა იმას. არაფერი არ ეცოდინებოდა მეტი. ხო, რაღაცები ჩამოაყალიბა. მიიღო ის ქინაკინის ხის ქერქის რაღაცა ფხვნილი თუ რაღაცა მიცა სიცხე. იმ დროს დააკავშირა, ეხლა მე მაღალი სიცხე მომცა, ქინინით და იმით ვკურნალობთ მალარიას. მალარიას რა ახასიათებს? ვა, იმასაც სიცხე ახასიათებს. რამე კავშირში ხო არ არის? ეხლა მე მალარია არ მქონდა და მე განვიმირთა და მალარიის სიმპტომები და ეს მალარიას ვკურნალობს და ესეთი ჰიპოთეზა ჩამოაყალიბა, რომ რა ქვია, მედიკამენტი თუ სიცხე, რომელიც ჯანმრთელ ადამიანში იმ სიმპტომებს იწვევს, რომელიც ახასიათებს დაავადებულს, აი ამ დაავადებულის სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ. ახლა კიდე რომ გავამარტივოთ ეს წინადადება, ჰომეოპათიური ამ პირველი ბაზისური პრინციპის მიხედვით, ანუ დაავადება ინსომნია რო ავიღოთ რა, უძილობა, ხო? უძილობა ვისაც აწუხებს, იმას უნდა უმკურნალოთ იმ პრეპარატით, რომელიც იწვევს ჯანმრთელ ადამიანში უძილობას. ანუ ჩვენ ხო კოფეინს ვიღებთ, ყავას ხო ვსვავთ, რომ არ ჩაგვეძინოს, ხო? ახლა წარმოიდგინე მაშინ, ეს ჰომეოპათია გვეუბნება, რომ უძილობას უნდა კლასიკური გაგებით ჰომეოპათია გვეუბნება, რომ უძილობას უნდა უკურნალოთ ეს კოფეინით, ხო, რაც თავისთავად ნონსენსია. მაგრამ ეს ნონსენსები არ ჩერდება. კიდე მეორე პრინციპი აქვს, რომელიც გვეუბნება, რომ განზავებული უფრო მაღალ, ასე ვთქვათ, ძლიერ მოქმედია, ვიდრე კონცენტრირებული. მე-6 კლასის ქიმია გვეუბნება და მადედან ვიშით, რომ კონცენტრირებული უფრო ძლიერი ხსნარია, ვიდრე განზავებული. და თან ამას ანზავებენ იმ დონეზე, რომ საბოლოო მიღებულ ეგრეთ წოდებულ წამალს, რასაც ეძახიან ამ ჰომეოპათიურ წამალს, იმაში იმ საწყისი ნივთიერების ერთი მოლეკულაც კი არ არის. ჩვეულებრივ წყალს გაძლევს. უბრალოდ გეუბნება, რომ ეს გიშველის იმაზე რა. და ამას შენ გონია თვითონ უარყოფენ? არა, უბრალოდ გეუბნებიან, რომ იცი რა იმ მოლეკულამ რომ იყო ამ წყალში გავანზავეთ რაღაცა, მაგრამ განზავების პროცესის დროს წყალმა დაიმახსოვრა იმისი თვისებები. და ეხა ეს გიმკურნალებს. თან ხო გახსოვს როგორი უნდა კოფეინით რო უძილობას ვკურნალობ რა. წარმოიდგინე როგორი ჩახლართული და ეს მისტიციზმია, განზავება როგორ ხდება კიდე. პოტენცირებას ეძახიან რა, სამუელ ჰანიმანის მოგონილი არის. ანუ ხის მაგიდაზე, იმან გადააფარა თუ არ მეშლო ხარის თუ ცხენის ტყავი და ერთი რო განაზავა, მე 30-ის დაალაგა რა ქვია. ჭურჭელი ერთიდან ამოიღებდა, გააზავებდა, შეანჯღრებდა და ამას იღებდა და 10 ჯერ აბრახუნებდა მაგიდაზე. ამას ეძახდა პოტენცირებას რა. მე შენჯღრებას ეძახი. და ამით ამბობდა, რომ აი ეს წყალი იღებსო რაღაცა ამ იმასო რა. წარმოიდგინე, ანუ რამდენი რაღაცა მოუყევი რა, ეხა ისეთი რომელიც ძალიან ჩახლართულია, მაგრამ ბაზისური ქიმიის და ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება უბრალოდ და ბოლოს იღებ ტაბლეტს, რომელიც ან ცარცია, ან სითხეს, რომელიც არის წყალი უბრალოდ. და იმას გეუბნება, რომ ეს გიშველის. მაგრამ თუ დააკვირდები ნებისმიერი სამკურნალო ნივთიერება ეგრეთ წოდებული, რაც არის, ისინი რასაც უშვებენ. თითქმის ყველა ერთი რომ ფაქტია რომ ვიცით რომ ეს პლაცებოს არ ცდება, თითქმის ყველა ერგება. ხო და ეს პლაცებოც ცოტა მაღალია, ეგ არის ხო, მან თითქმის ყველა ეხება ისეთ დაავადებებს, რომელიც თვითგანკურნებადია. და აგერ მივედით კიდე ერთ გავრცელებასთან, მიზეზთან, დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი არის თვითგანკურნებადი დაავადებები. ანუ თვითგანკურნებადი დაავადებები ძალიან ბევრია. ძალიან ცნობილებიც, მაგალითად ეგრეთ წოდებულ გაციებას რო ეძახით და გრიპს რო ეძახით, ვირუსული დაავადება. ვირუსული ინფექციები, რომელსაც თავისი ახასიათებს ხო რაღაცა დრო გადის და იმ წამალს რო ვსვათ ის ვირუს ხო, ვირუს ხო არ გვაქვს არა. გაივლის 2 კვირა რაღაცა და მე გამოჯამთებდა. და დამთავრდება მაგით ამბავი, ხო. ან შეიძლება უფრო ვერაგი დაავადება იყოს, მაგალითად ვერაგი ახლა ვიზუალურად რა, რო ავიღოთ მაგალითად ხელის, პირის და ფეხის დაავადება ბავშვებში არის საშინელი გამონაყარი, ესეთი ძალიან მკვეთრად, ან ჰეპატიტი ავიღოთ, მოკლედ სუდი რაღაცებია, მაგრამ პათოგენეზური მკურნალობა არ არსებობს. სიმპტომურად უნდა და ხო, გამოკეთება. და ეხლა წარმოიდგინე პაციენტი რომ მოდის ვიღაც მარშანიასთან
და ბავშვი აშკარად ცუდად არის რა. საშინელი გამონაყარი აქვს და ექიმთან რომ მიდის პაციენტი კი და ელოდება სამწუხაროდ ელოდება რომ წამალი უნდა დაწეროს და ბევრი წამალი უნდა დაუწეროს, ხო? და რო ეტყვი რომ იცი რა ეს დაავადება, ამას მკურნალობა ასჭირდება, უკვე კოგნიტურ დისონანსშია რა, რას ქვია ბავშვი ავადარი აშკარად. რაც არ უნდა კარგად აუხსნა, მაინც ეს შიში და ემოციურობა თანსდებს და რო გამოვა რა სიზავს,